საერთაშორისო ასტრონომიულ საბჭომ 2022 წელს ერთ-ერთ ასტეროიდს, რომელიც აღმოაჩინეს ამერიკელებმა, დაარქვეს რაგული ინასარიძე. დედმამიშვილებში ვართ, ჩვენა 5 ვიყავით, 3 ძმანი და 2 დანი. რაღაც მომენტში მომაჩემი, იყო ჩემი ღმერთი არის, ფაქტურად ძალიან მიყვარდა, ძალიან პატივს ვცემდი. რაღაც მომენტში მითხრა რა არის შვილო, აბა გოგოე მაისწავლეს და შენ დარჩი. ბიჭები ერთი იყო პროფესიული დაამთავრა, მუშაობდა, მეორე ძმას არ წასულა იქ სოფელშივე იყო და არც ერთ მომაღლესი არ დაამთავრა და ეს რა მომენტი მქონდა. ამას მეყვება ხოლმე, აი როცა გაზაფხული იყო თოხნის დრო. რა გინდა მეთქი წავედი, აი ეს მომენტი დაუგდე თოხი და წამოვედი შუაღანიდან. წავედი ჩავაბარე გავიდა წლები. 75 წლის 18 აგვისტოდან უკვე ვარ თანამშრომელი. ფაქტურად გავლილი ვარ ყველა ასე ვთქვათ დაწყებული უფროსი ლაბორატორიდან, აი გავდივართ უკვე უფროს მეცნიერ მუშაკ გამდივართ მისული. უკვე 78 წელში დავდგეთ ზემოთ აქედან სადღაც 800 მეტრში დგას ტელესკოპი 2 კამერიანი ასტროგრაფი და იმ ტელესკოპით ჩამაბარეს ფაქტურად იმ ტელესკოპზე გავატარეთ ჩემი ახალგაზრდობა. ჩემი ფაქტურად განვლილი ცხოვრება, რაც მუშაობდი მე აქ სადღაც ახლა 50 წელი აქ ვარ, უკვე 51 წელი, 12 წავი და სადღაც 60-75% ღამე გატარებული მაქვს ღამე ღიაცის ქვეშ. ადრე ჩვენ მქონდა ფირები, მინის ფირები, მიანაზე იყო დასმული ემულსია და ამ ემულსიას ჩავდებით ხოლმე ტელესკოპში, გადავიღეთ ექსპოზიციის, გარკვეული ექსპოზიციის შემდეგ ვამჟღავნებთ, ვაფიქსირებთ, როგორც ფოტოსამუშაოს ვეწევოდეთ ჩვენა. გარკვეული დროის შემდეგ რომ გავრეცხავთ, უკვე ეს იყო ჩვენი ასე ვთქვათ ნიმუში, აი მცის უბნისა, რასაც ჩვენ უყურებდით. დღეს გვაქვს ჩვენა CCD კამერა. პირდაპირ CCD კამერიდან მონაცემები გადმოდის, მონიტორინგზე ვხედავთ იმას, რასაც ჩვენ უყურებთ ცაზე. ეს უკვე გაადვილებულია, პირდაპირ შეგიძლია უკვე იქვე გაზომო, მონიტორზე გაზომო, კომპიუტერში უკვე გამოთვალო ყველაფერი და პირდაპირ მონაცემები დადო სტატიის სახით. უფრო წინ ვიქნებოდით ჩვენ, რა თქმა უნდა, რომ არ ყოფილიყო ის 90-იანი წლები, რომელიც დაანგრია ჩვენი ქვეყანა, ფაქტურად ძალიან დაგწია უკან. აი მას მე უკვე ვერ მოვიკიდეთ ფეხი და ვერ გავიმართეთ წელში, ხო? ეს ფაქტია. სოფლიო მეცნიერებმა შექმნეს კორაბელოცერო სამუშაო დედამიწასთან მოახლოებით ასტეროიდების დაკვირვებისა. ამ სამუშაოს ჩვენ 2013 წლიდან ჩავერთეთ. NASA-მ შექმნა ახალი აპარატი, კოსმოსური ხომალდი გაუშვა ცაზე, რომელიც მიმართულებაც იყო, რომ უნდა შეჯახებოდა ის ერთ-ერთ ასტეროიდის თანამგზავრსა, აი რომ წარმოვიდგინოთ ეს დედაპლანეტა და მის გარშემო მოძრაობს თანამგზავრი. აი ამოცანა იყო, რა შემდგომ ამოცანა რომ ასტეროიდის დედაპლანეტის თანამგზავრს შევაჯახოთ კოსმოსური ხომალდი. რა მოხდება მაშინ? შეიცვლება რაიმე? ამოცანის გადაწყვეტას ფაქტურად დაიწყო 21 წელს გაშვებული იქნა ხომალდი. დაკვირვება რა თქმა უნდა მუდმივ რეჟიმში მიმდინარე და გაგრძელდა ეს 22 წელამდე და 22 წლის 26 სექტემბერი ღამის 3 საათსა და 14 წუთზე თბილისის დროით მოხდა შეჯახება. მე კიდე აქედან აი ამ ტელესკოპით ონლაინ რეჟიმში უყურებდი აი ამ შეჯახებას. აი მიღებული მაქვს უნიკალური კადრები, არ ვიტყვი რომ ტრაბახო მეთქი, ასეთი კადრები სოფლიოში არავის არ აქვს. იმიტომ რომ მე მქონდა ასეთი მდებარეობა, პოზიცია, პირდაპირ მერიდიანში უყურებდი გამოსახულებას, მოწმენდილიც ამქონდა აქ. გამოთვლება გვიჩვენა რომ შეჯახების შემდეგ სიჩქარე მოიმატა მან 33 წუთით შეცვალა ასტეროიდის მიმართულება. ეს მასალა გამოვაქვეყნეთ, სტატიის სახით გამოქვეყნდა და ის ობსერვატორები, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა აი ამ თემატიკის შექმნაში და წარმოებაში და ბოლომდე მიყვანაში, ასეთი იყო 28 ობსერვატორია. აი 28 ობსერვატორის 70 კაცი მონაწილეობდა. აი 70-მა კაცმა NASA-ს დავალებით, ბრძანებით, ყველა მიიღო სიგელი, საპატიო სიგელი. ეს არის მსოფლიო
კაცობრიობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა კოსმოსური ხომალდი შეაჯახეს ასტეროიდს. თუ რაღაცა მოხდება, შემთხვევით ღმერთმა დაგვეფაროს, წინასწარ გვეცოდინება ჩვენ ეს მომენტი, დაფიქსირებული ვიღნება და შეიძლება კოსმოსური აპარატის გაშვება, იმიტომ რომ ამის უკვე შესწავლილია, პროცესი უკვე დაფიქსირებულია, უკვე გავლილი გზა არის ესა, უკვე იცით რა და როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს ყველაფერი ესა. ეს ძალიან კაი რაღაცა იყო. აი, ფაქტურად ჩვენ თანამშრომლები და ნახედან მე ვაკვირდეო, პირად მე დავაკვირდი ამას და მე გადავიყესენ, დამუშავებაში მომეხმარა ჩემი დოქტორანტი ვოვა აივაზიანი და ორი ადამიანი ვართ, რომელიც ვართ ფაქტურად NASA-ს ბრძანებაში, რომ დაჯილდოებული იყვნენ ესენი. ჩართულები ვართ ასევე საერთაშორისო პროგრამებში, ეს არის ისონი არის და საერთაშორისო პროგრამა გაია, ეს ევროპული პროგრამები არის, ესენი ორივენი. აი, პროგრამებში მუშაობთ დღესდღეობით და მუშაობთ წარმატებულად. ძალიან კაი შედეგები გაგვაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მეტრიანი ტელესკოპით მუშაობთ ჩვენ, 70 სანტიმეტრიანი ტელესკოპით მუშაობთ ჩვენ, აი ფაქტურად ბევრს ვჯობიოთ. ვჯობიოთ რის გამო? იმის გამო, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ძალიან მიწყობს ხელს მუშაობაში. ჩვენი გამჭვირვალობა, ცის გამჭვირვალობა, ატმოსფეროს გამჭვირვალობა, ეს არის ფაქტურად ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრი ასტრონომებისთვის. რა თქმა უნდა, აქა უნდა იყოს ესეთი მონდომებული, თუ მუშაობა აქა უნდა იმუშაოთ. თუ არ გაინტერესებს, მაშინ აქ მუშაობა ესა ტანჯვარი. როგორი ახლა ღია ცისქვის ზიხარ -20 გრადუსი და უყურე ვისა. თუ არ გაინტერესებს, ხო, ძალიან ცუდია. ახლა როგორია შენ დაწეკი დაიცინა, წამოიწმინდა ახლა თბილი ლოგინან ადეკი და -20 გრადუსი გამოდი. აი თუ რაღაც არ გაინტერესებს, ხომ ვერ გააკეთებ ამას. ეს ხო ფაქტია.